ბევრი უიმედოთ არის, ბევრი იმედიანად არის უკრაინაში თვითონ, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება ამ შეხვედრის შემდეგ, უსიამოვნო შეხვედრის შემდეგ, ვთქვათ, მადლობა ამერიკელ ხალხს, მადლობა პრეზიდენტ ტრამპს და ასე შემდეგ. და მე ინტერვიუ Fox-ზე, სადაც ასევე მან ძალიან კულტურულად, ესეთი ღირსეულად ისაუბრა, ვთქვათ, იმ დამსახურებაზე, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვთქვათ, მთელი ორპარტიული მხარდაჭერა, ეს ასევე ნიშანდობლივი იყო ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორმხრივი ფორმატის ეს შეწყვეტა, ჩემთვის პირადად ვფიქრობ, რომ წარმოუდგენელია და ალბათ ყველაფერი უნდა მოხდეს და იღონონ მხარეებმა ამ ფორმატის გასაგრძელებას. რაც შეეხება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს დაუბრუნდები, ანუ არ შემი თუ მაქვს დრო 2 წუთი. თუ მაქვს დრო 2 წუთი. ეხლა ნახეთ, მე ბევრს ვისმენ იმას ქართული ოცნების ამ რიტორიკას, ხო? ანუ ვისმენთ და თითქოს რაღაცნაირად გამარჯვებაზე იმობენ, რომ რაღაცნაირად ტრამპის რიტორიკას ემთხვევა და შემდეგ. აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ, რომ ქართული ოცნება არ შეცვლილა, ეს არის რეჟიმი, არაღიარებული, არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც არ არის აღიარებული მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, რომელიც არ არის აღიარებული არც ერთი თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლის მიერ. ჩვენ გვაქვს ამოცანები, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ახალი დღის წესრიგიდან, რაც ხდება საერთაშორისო გადანაწილების ახალი მსოფლიო წესრიგის ფონზე, საქართველო მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი და ბიძინა ივანიშვილის მთავარი სურვილი, რომ დაალაგოს ტრამპის ადმინისტრაციასთან, ან ყველაზე უფრო მეტი სურვილი, მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად გაქრეს საქართველო საერთოდ და ივანიშვილი არ ახსენოს არავინ და მან მოიხვეჭოს ეს ოფშორები და ფული და ქოცებმა ჯიბეში ფული ჩაიდონ, ეს სურვილი არ უნდა აუსრულოთ. ამიტომ ჩვენთვის რჩება მთავარი ორი ამოცანა, 3 უпростоრად. პირველი ეს არის სანქციებზე მუშაობა, მათ შორის დიახ ტრამპის ადმინისტრაციასთან ძალიან აქტიურად. ასევე მუშაობა იმაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, თქვენ და ყველა იმ პროტესტის მონაწილეს, თუ თქვათ, არასამთავრობო სექტორს აღუდგეს ყველა ის დახმარება, რაც არის გადახედვის პროცესში ამერიკის შეერთებულ შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ. აქვს გამოწვევები გარკვეულწილად კი ახალ ადმინისტრაციას, თქვათ, იქ რაღაც ბევრი სერიოზული საკითხია, პრობლემებია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მეორე, ჩვენ უნდა მივახციოთ ახალ არჩევნებს და გავანთავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები. ჩვენთვის ამოცანები არ შეცვლილა და არც ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ არ იქნება შეცვლილი და ვერ შეიძლება ეს უნდა ესმოდეს ყველა იმ რეჟიმის წარმომადგენელს, რომელიც ეხლა რაღაცნაირად ცდილობს, რომ ეს ორი, თქვათ, გზავნილი ერთმანეთს დაამთავროს.